სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის 10 ადამიანი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფოჩი, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში სპეცოპერაციები ერთდროულად ჩაატარეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულნი არიან ქურდული სამყაროს წევრები და ისინი ამას აღიარებენ. გამოძიებით დგინდება, რომ ისინი ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახი სამართალდამცველებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და სხვა დამნაშავე პირების დადგენა დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. ქურდული კავშირი თუ იყო და თუ რამე სულ სხვა იარაღის დადება და განზრახ ამის გაკეთება ეს სხვა. სადაც ვერ არის რა არის ავტომატიკი და რას ატდექი შენი დედაცვატერე. ვაი და უსმოდ ვერც კი მივხვდი, ახლა წამში მოხდა ეს ხო არ იყო წამში მოხდა და მე მეგონა ვიღაცა ყაჩაღები შემომივარდა, ავიღე, მაინც სულ ერთია მომკლავენ, მაგის დედაცვატერე შევაკლავ თავს. შენ რო შემომივარდები, ეს სახელმწიფო პიროვნება ხარ მაინც პოლიციელი და რაღაცა და ასე რო არ შემოსულიყო, არ შეიძლებოდა, აბა დაეკაკუნა ხალხი მოიყვანა და გაამიღეთ კარი. რო რა არის ავტომატურად მასკები რა შუაში იყო მაინც, ვერ გავიგე. და არ ვიცი ახლა შეიძლება მომხრე კი იყო, ვერ გეტყვი ახლა ამას. მეგობრებია ყველა ერთი ასაკის ხალხია და უმრავლესობა ბიჭოვას დებს თავს და ვერ გეტყვი. არანაირი კავშირი არ ქონია ჩემთვის ქურდულ სამყაროსთან. არანაირი. ეს ყველაფერი არის მათი მოგონილი. თვითონ რასაც უნდათ იმას იტყვიან.